დაზიანებული ფასადების წმენდა თბილისის მერიის თანამშრომლებს თითქმის ყოველდღიურად უწევთ. ისტორიული ნაგებობები, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები, სკვერები და ტურისტული ობიექტები. მას შემდეგ, რაც დედაქალაქში ვანდალიზმის შემთხვევებმა მოიმატა, თბილისის მერმა მონიტორინგის და ჯარიმების გამკაცრება გადაწყვიტა. ფიქსირდება ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუნიციპალიტეტთან ერთად პროცესში აქტიურად ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს კანონის აღსრულება. თბილისის მუნიციპალიტეტი ხარჯავს ათეულობით და ასეულობით მილიონ ლარს ერთის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის აღსადგენად, მეორეს მხრივ ფასადების რეაბილიტაციას. ამის პარალელურად ფასადების დამახინჯება და ვანდალიზმი ამ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით არის არარაციონალური ქმედება. ბოლო 2 წლის განმავლობაში დედაქალაქში ვანდალიზმის 5000-მდე ფაქტი ფიქსირდება. ზარალი კი ათეულობით მილიონს აღწევს. ზიანის გამოსასწორებლად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება. მუნიციპალიტეტს დაზიანებული ფასადების წმენდა და განახლება მუდმივ რეჟიმში უწევს. სამწუხაროდ ხშირია ფაქტები, როცა ისტორიულ ზონებში, ახალ რეაბილიტირებულ არეალებში, ასევე პარკებში და სკვერებში ხდება იერსახის როგორც დაზიანება დამახინჯება, ასევე სამწუხარო ფაქტებიც გვაქვს ვანდალიზმის მიმართულებით. ყველა ამ მიმართულებით გავამკაცრებთ მონიტორინგს. საფარის და შენობის სიძველის მიხედვით შესაძლებელია გაიწმინდოს, რომელიც მხოლოდ ღამის საათებში შეიძლება საქართველოს კანონით აწარმოოთ, მაგრამ არის შენობები, არის ისეთი ზედაპირები, რომელზეც გაწმენდა შეუძლებელია, რადგან გაწმენდის დროს ან არ შორდება, ან ზიანდება ზედაპირები. შესაბამისად, მისი გადაღება მოწესრიგება საკმაოდ დიდ ხარჯებთან და დროსთან არის დაკავშირებული. ცვლილებებზე თბილისის მერია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად იმუშავებენ. მიზანი პასუხისმგებლობის გაზრდა, ვანდალიზმის შემთხვევების შემცირება და კერძო საკუთრების დაცვაა. გამკაცრდება ადმინისტრირება და აღსრულება თითოეული იმ სამართლებრივი ნორმის, რომელიც ითვალისწინებს დაჯადობას იერსახის დამახინჯებისთვის, ასევე ვანდალიზმისთვის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი ადგილი ექნება ისეთი ტიპის ქონების დაზიანებას, რაც აღემატება 150 ლარს, ეს წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს პატიმრობას. შესაბამისად, პოლიცია ყველა მსგავს ქმედებაზე დაიწყებს გამოძიებას და დანაშაულის ჩამდენი პირები მიეცემიან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებაში. კანონის გამკაცრებისთვის თბილისის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს. დეპუტატები მზად არიან მერიის ინიციატივას მხარი დაუჭირონ. პასუხისმგებლობა გვაქვს, როდესაც სარგებლობს სხვადასხვა მუნიციპალური ქონები. ამ ადამიანები სამწუხაროდ თავს აძლევენ უფლებას, რომ ასეთი ინვენტარი დაამტვრიონ ან დაამახინჯონ იერსახე ჩვენი ქალაქისა, რომელს თავისთავად, რა თქმა უნდა, ეს არის მიღენებული ზიანი მთლიანად სახელმწიფოსთვის, ქართული ხალხისათვის და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ქმედითი მექანიზმი იმისად, რომ ასეთი სამართალდარღვევებისა თუ დანაშაულების პრევენცია მოხდეს. ჯარიმების გაზრდის პარალელურად გამკაცრდება სასჯელიც და ისტორიული შენობების იერსახის უკანონო დამახინჯება პატიმრობით დაისჯება.